მოგესალმებით, ჩვენ ვაგრძელებთ გადაცემებს მისი მაღალყოვლად უსამართლოების ქუთათელ გაენათელი მიტროპოლიტი მეუფე იონე გამრეკელის ლოცვა კურთხევით მართლმადიდებელი ეკლესიის ღვთისმსახურების შესახებ ლიტურგიკის საგანს მიმოვიხილავთ და ამ შემთხვევაში დღეს ჩვენ დღევანდელ საუბარს მივუძღვნით ქართული დასაბამითნის და ზოგადად დროის ათვლის სისტემაში სხვადასხვა დასაბამითნია დაფიქსირებული და გავაკეთებთ ჩვენი შესაძლებლობის ფარგლებში ანალიზს, რომ დავინახოთ რაღაც დონეზე წესრიგი და ამ წესრიგში წარმოვაჩინოთ ჩვენი ქართული დასაბამითნის ადგილი. ამასთან დაკავშირებით აუცილებლად საჭიროა პერიოდულად ჩვენ საუბარში დავუკვირდეთ ეკრანზე წარმოადგინოთ გარკვეული ცხრილები, მონაცემები, რათა შემდეგ ამ მონაცემების ანალიზის საფუძველზე მივიღოთ სათანადო დასკვნა და შეფასება. გთხოვთ ნახოთ პირველი ასეთი ცხრილი წარმოდგენილია ეხლა თქვენს წინაშე ზოგადად სხვადასხვა დასაბამითნი ხედავთ რომ ევსევი კესარიელის მიხედვით ზოგადად ღმერთის მიერ სამყაროს შექმნიდან ადამიდან ფაქტიურად ქრისტემდე 5198 წელია დაფიქსირებული პანოდორე ალექსანდრიელის მიერ 5492 წელი, ანიანი ალექსანდრიელის მიერ 5500, ბიზანტიური ერა ითვლის 5508 და ყველაზე ქვემოთ დაფიქსირებულია ქართული წელთაღრიცხვის მიხედვით ქართული დასაბამითნის თარიღი 5604 წელი. ყველაზე გავრცელებული, ესე იგი ზოგადად არის ბიზანტიური და ქართული ერა 5508 წელია, ესე იგი ბიზანტიის იმპერიის მიხედვით თავის დროზე ბიზანტიელები ქრისტეს შობამდე 5508 წელს ითვლიდნენ, ქართველები კი ვითვლიდით 5604 წელს. და ამ თვალსაზრისით ყველაზე მეტი ქართული დასაბამითნია. რაოდენ ცოტა უცნაურადაც არ უნდა მოგვეჩვენოს. ეხლა ჩვენს ეკლესიაში ყოველთვის ეს მონაცემები ასე არ იყო დაფიქსირებული ჩვენი თანამედროვე პერიოდში ჩვენი საპატრიარქოს მიერ ყოველწლიურად იბეჭდება საეკლესიო კალენდრები, სადაც სწორედ ესე არის თითოეული წელიწადი წარმოდგენილი 5604 ქრისტეს შობამდე და ქრისტეს შობის შემდეგ დაუშვათ 2024 ემატება. ანალოგიურად მომდევნო წელს უკვე ხვალ ახალი წელია, დღეს 31 იანვარია და ხვალიდან უკვე ახალი წლის კალენდარში შესაბამისად 5604-ს დაემატება 2025 და ყოველი წელი ასე ითვლის ჩვენი საეკლესიო კალენდარი ამ ასე ვთქვათ დასაბამიდან ორ ეტაპად ქრისტეს შობამდე და ქრისტეს შობიდან შემდეგ მიმდინარე წელს ამატებს და ესე გამოდის მონაცემები საეკლესიო კალენდრის მონაცემები. ეხლა ვნახოთ ჩვენ რომ თურმე ასე ყოველთვის არ იყოს. არ იყო, აი მივადევნოთ თვალი 1928 წლის კალენდარია თქვენს წინაშე წარმოდგენილი, სადაც ჩანს ქვეყნის დასაბამიდან ქვეყნისა 7436 წელია, ქრონიკონის მოქცევიდანო ესე იგი 94 წელი და ამავე დროს აქ ჩანს მივაქციოთ ყურადღება მთვარის მოქცევა მე-7, ეს არის 1928 წელი. ასე გავაგრძელოთ, ახლა ვნახოთ მომდევნო ასე ვთქვათ ცხრილი, სადაც ჩანს მომდევნო ცხრილში უკვე სამი სხვადასხვა წელიწადია წარმოდგენილი 1968, 72 და 74 და ანალოგიურად გრძელდება ქვეყნის დასაბამიდან 7476, ქრონიკონი 122 და შემდეგ ესე ვთქვათ მთვარის მოქცევა ყველაზე ბოლო 1974 წლის კალენდრის მიხედვით ჩანს მე-15 და თან ქვემოთ დაფიქსირებულია, ნახეთ რა საინტერესოა, აი ქვეყნის დასაბამიდან, აი თითოეული კალენდრის მიხედვით წარმოდგენილი 7476 მარჯვნივ შუაში 7480 და მარცხნივ 7482. აკლდება შესაბამისად ის წელი, რომელიც წლის კალენდარიც არის და თარიღებულობ ყველგან. ანუ საქართველოს ეკლესიის კალენდარი 1974 წლის
ჩათვლით გულისხმობდა, რომ ქვეყნის დასაბამიდან ქრისტემდე იყო 5508 წელი გასული. ანუ ბიზანტიური მონაცემი ქონდა 1974 წლის ჩათვლით დაფიქსირებული საქართველოს ეკლესიის კალენდარს. ეხლა გადავიდეთ მომდევნო ცხრილზე. მომდევნო ცხრილი ვნახოთ და მომდევნო ცხრილში გამოჩნდება, რომ 1975 წელს საქართველოს ეკლესიამ შეცვალა დასაბამითნი და აქ წარმოდგენილია 75-76 წლის მონაცემები, სადაც ჩანს, რომ თუ დავაკლებთ 7579 და 7580 შესაბამისად 1975-76 ვღებულობს 5604-ს. ანუ 1975 წლიდან გადავიდა საქართველოს ეკლესია და ზოგადად ჩვენ კალენდარში გამოჩნდა ჩანაწერი, რომ ქრისტეშობამდე ქვეყნის დასაბამიდან ქართული დასაბამითნი 5604 წელი დაფიქსირდა. მანამდე საქართველოს ეკლესია ითვლიდა ბიზანტიური დასაბამითნით 5508 წელს. ეხლა რამ განაპირობა ეს? ნახოთ მომდევნო ჩანაწერი, გადავიდეთ მომდევნოზე. ესე იგი აქ ჩანს თქვენს წინაშე 1975 წლის კალენდარშიც და 76 წლის კალენდარშიც მოცემულია ეპისკოპოს გაიოს კერატიშვილის იმდროინდელი ეპისკოპოსის გაიოს კერატიშვილის ფრაგმენტია ამოღებული წერილიდან, რომელიც გვამცნობს, რომ ზემოდახსახელულ მოქცევათა განსხვავებითო მე-14 ქრონიკონი ბერძნულსლავური ანგარიშით 1940 წელს დასრულდაო და არა 1846 წელსო. გასული წლების საეკლესიო კალენდარებში წელი დასაბამითგან ქვეყნისგან ჩვენები იყო ქრონიკონის ბერძნულსლავური ანგარიშითო და ეს ჩვენება წინამდებარე კალენდარში ქართული ქრონიკონის მიხედვითაა გასწორებული. ანუ 1975 წლიდან გასწორდა, როგორც იმდროინდელი ეპისკოპოსი გაიოზი გვამცნობს, თან 75 წლის კალენდარშიც და 76 წლის კალენდარშიც არის მისი წერილი დაბეჭდილი. ის თურმე იმ დროს იმყოფებოდა, ასე ვთქვათ, ამ საეკლესიო კალენდრების გამოცემელი რედაქტორი იყო და აი მისი წერილია, რომელიც გვიხსნის, რომ მანამდე თუ კი საქართველოს ეკლესია ბიზანტიურ დასაბამითს ითვლიდა ქრისტეშობამდე პერიოდს, 75 წლიდან გადავიდა უკვე ქართულ დასაბამითზე. ეს ძალიან საინტერესოა, თუმცა მოდით ახლა ჩვენ ვნახოთ კრიტიკულად შევაფასოთ, დაუშვათ რამდენად საინტერესოა, რამდენად საჭიროა ასეთი ესე იგი სიახლის შემოტანა ეკლესიის კალენდარში. ახლა ვნახოთ, გადავიდეთ მომდევნო ჩანაწერზე. აქ წარმოდგენილია პავლე ინგოროყვას მისი მესამე ტომიდან არის 214 გვერდი ჩანს ქვემოთ მარცხენა კუთხეში ჩანაწერი, სადაც პავლე ინგოროყვა გვამცნობს ძალიან საინტერესო ცნობას გვაწვდის ინფორმაციას, რომ საუბრობს იოანე ზოსიმეზე, ამტკიცებს ის თავის ამ წერილში, რომ იოანე ზოსიმე არ არის ავტორი ქებაიდადიდებაი ქართული ენისა, ის საკმაოდ არგუმენტირებულად ამტკიცებს სხვათა შორის ამას, ეს არ არის ახლა ჩვენი დღევანდელი საუბრის თემა, ის ამბობს, რომ უბრალოდ გადამწერია და აი ნახეთ რას ბრძანებს პავლე ინგოროყვა. პავლე ინგოროყვა ამბობს, რომ ესე იგი იოანე ზოსიმე თავის მხრივ ეხებაო ქართულ ძველი წელთაღრიცხვას და ქართულ და დასავლეთ იერუსალიმ წელთაღრიცხვას შორის სხვაობას და ის იმ აზრს გამოთქვამსო, გახაზულია ეს მონაკვეთი ამ ფრაგმენტში, რომ სწორია იერუსალიმური წელთაღრიცხვა, ხოლო ქართული, რომელიც 112 წლით წინ უსწრებს იერუსალიმ წელთაღრიცხვასო, შეცდომას წარმოადგენსო და თვითონ იოანე ზოსიმეს ფრაგმენტი მოყავს. 112 წლითა წინა თვლიან ქართველი ქრონიკონის თავისა დაწყებასა, ვისისაგანმე მოცდუნებითაო, ანუ შეცდომითო. ესე გულისხმობს თურმე იოანე ზოსიმე. საოცარია ფაქტიურად ძალიან საინტერესო ინფორმაცია. ახლა გადავიდეთ შემდეგზე,
შემდეგ ჩანაწერს შევხედოთ, მომდევნო ჩანაწერი ვნახოთ, რომელიც ეძღვნება უკვე კორნელი კეკელიძეს. კორნელი კეკელიძეც ამ საკითხთან დაკავშირებით ბრძანებს, რომ აი მე-10 საუკუნეში იონე ზოსიმი ამბობდაო, რომ 112 წლითა წინა ითვლიან ქართველი კანონიკონის თავისა დაწყებასა ვისისაგანმე მოწდუნებითაო. ანუ ესე ვთქვი შეცდომითა გაიმეორა იგივე ინფორმაცია რაც ჰქონდა პავლე ინგოროყვას, ხო? და შემდეგ იონე ზოსიმეს გარდა ამატებს თავის მხრივ კორნელი კეკელიძე, რომ მე-13 საუკუნეში აბუსელიძე ტბენი კითხულობს რაისა მიზეზისათვის უმეტესთა წელთა ითვლიან სოფლისა დასაბამითგან ქართველნიო და თვითონვე იძლევა ასეთ პასუხს, რომ იგი სისულელისა ჩვენისათვის გასაგონებელად საჭირო უჩნდა წმიდათა ღმრთისათა და მის მხოლოდ ისევე კაცმოყვარისა ცოდნასა უდენ მიაჩემეს და არღარა მათსა მეცნიერებასაო. ანუ ფაქტიურად ესე იგი გამოდის, რომ კორნელი კეკელიძის ინფორმაციით მარტო იონე ზოსიმი არ ფიქრობდა, რომ ქართველების დასაბამითნი რბილად რომ ვთქვათ, რომ არ იყოს სწორი, ასევე ფიქრობდაო იონე ზოსიმე მე-10 საუკუნეში და მე-13 საუკუნეში ასევე ფიქრობდა თურმე აბუსელიძე ტბერი. ეხლა ვნახოთ ჩვენ მომდევნო ასე ვთქვათ ფრაგმენტი ჩანაწერი თავად ტბელი აბუსელიძეს მე-13 საუკუნის ნაშრომიდან, სადაც წარმოჩენილია ბერძენი 6721 წელთა თვლევენ სოფლის დასაბამითგან და ჩვენ ქართველი 96 წლითა წინა უწყვეტ სათვალავსა ბერძენთასაო. 96-ით განსხვავდება ჩვენი წელთაღრიცხვაო, რომელიც ზემოთ დამიწერიას დასაწყის ამის უწყებისა და თუ რადგა ერთითა კალიბრითა იარების მარხვაი ბერძენთა ჩვენ და საუწყებელი ძნელა არის. და ამისთვის იტყვიან, რომ ამ ხოლმე უდეს უწყის ესეო, ხოლო რომელიმე დაეტავის სისულელესა ჩემსა ზეპირის აცოლენისა უწყებათა შეუდგინო გონიერად გულისხმის ყოფელთათვის უკვე თუ ვისმე ენებო სწავლა. ცოტა ძიმედ ესე ვთქვათ ძიმე ენა ძველი სალიტერატურო ენით დაწერილი, ესე იგი რამდენადაც ჩვენ ვგებულობთ, ესე აბუსელიძე ტბელი ფიქრობს, რომ 96 წლიანი განსხვავება არის ჩვენ და ბერძნულ დასაბამითში და ეს ძალიან საინტერესოა, რომ ამასთან დაკავშირებით თავად ტბელი აბუსელიძე ბრძანებს, რომ ამის მიუხედავად ჩვენი მარხვები ერთნაირად მოძრაობსო. ანუ მარხვის დასაწყისი, ღვთის მარხვა იქნება დასასრული იქნება თუ შესაბამისად პეტრე-პავლოვის მარხვის დასაწყისი და დასასრული აბსოლუტურად ერთნაირია და უკვირს, რომ ესე იგი რანაირად თუ დასაბამითი განსხვავდება, თუ დროის ათვლა განსხვავდება, თითქოს ესე იგი ეს განსხვავებულობა რატო არ არის ასე ვთქვათ კალენდარში დაფიქსირებული. ჩვენ კალენდრებზე საუბარი თავის დროზე გვქონდა, ჩაწერილი გვაქვს 4 საუბარი ამასთან დაკავშირებით დაწვრილებით მიმოვიხილეთ ჩვენ მართლმადიდებელი ეკლესიის კალენდარი, ჩვენი კალენდარი, საქართველოს ეკლესიისა იულიუსის კალენდარი და ასევე მიმოვიხილეთ ჩვენ ბერძნული კალენდარი, ახალი იულიანური და კათოლიკური კალენდარი, გრიგორიანული კალენდარი და მათი ანალიზით საკმაოდ დაწვრილებით ამუნწურავად ვნახეთ მოძრავი როგორ ემთხვევა ქართული და ბერძნული კალენდრისა ესეც ვნახეთ და როგორ განსხვავდება ბერძნული ჩვენი კალენდრისაგან და რატომ დაამთხვიეს ბერძნებმა შეცვალეს კალენდარი, რა თქმა უნდა გადავიდნენ ისინი დაზუსტებულ ახალ სტილზე, თუმცა ეს სტილი გარკვეული პერიოდი ემთხვევა კათოლიკურ სტილს, თუმცა კათოლიკური კალენდრისგან 2800 წელს უკვე ერთი დღით გაასწრებს კათოლიკურ კალენდარს ბერძნული კალენდარი და მათ უბრალოდ არ უნდათ კათოლიკების შეცდომა გაითვალისწინეს არ უნდათ რომ დაერღვეოდათ შულის კანონი და შესაბამისად აღდგომა ებრაელთა პასექს დამთხოვდა ან პასექსი ადრე დამდგარიყო და ამის გამო შეინარჩუნეს იულიუსის კალენდარი მოძრავ სტილში მოძრავ დღესასწაულებში აღდგომის მარხვის დასაწყისი იქნება დასასრული იქნება თუ პეტრე-პავლოვის მარხვის დასაწყისი და ასე შემდეგ რაც მოძრავია ყველაფერი დატოვეს იულიუსის კალენდარში ამიტომაც ტბელი აბუსელიძეს ესე ვთქვათ რადგან უკვირს ხო იმ დროს ჯერ კიდე მთელი მსოფლიო მე-13 საუკუნეში ფაქტიურად ერთი კალენდრით აღნიშნავდა ყველა დღესასწაულს კათოლიკებიც და
და ბერძნებიც. კათოლიკებმა მე-16 საუკუნეში შეცვალეს, ხოლო ბერძნებმა 100 წლის წინ, ხო, 1923 წელს კონსტანტინოპოლში. აქედან გამომდინარე, ფაქტიურად უკვე დღეს მართლა გასაკვირია თითქოს და იმ დროს შეიძლება არც ყოფილიყო ეს ისე თვალში საცემი და გასაკვირი, რა თქმა უნდა. ეხლა რაც შეეხება ამ თემას, ამ საკითხს, ჩვენ თავის დროზე შევეხეთ, როდესაც ჩვენ აკადემიის წიაღში დაუბეჭდეთ, გამოვეცით კალენდრების ანალიზი, სწორედ ამის საფუძველზე გვქონდა ჩვენ ეს 4 გადაცემა, რაც ვისაუბრეთ და აქ ჩვენ გვაქვს წარმოდგენილი მთვარის 19 წლიანი ციკლი 64 გვერდზე და 65 გვერდზე სწორედ მუქი შრიფტით გვაქვს ანალიზი გაკეთებული და მოკლედ ინფორმაცია გვაქვს მოცემული, რომ თლად სწორი არ ჩანს ქართული, ასე ვთქვათ, დასაბამითნი და ქართული შესაბამისად ქართული დასაბამითნის მიხედვით მთვარის 19 წლიანი ფაზებში რაღაც, ასე ვთქვათ, თლად დალაგებული არ გვაქვს და ჩვენ გამოთქმული ქონდა მოსაზრება, რომ ვეთანხმებით იოანე ზოსიმეს, რომ შეიძლება ითქვას, რომ ქართული დასაბამითნი გადასახედია. ეხლა რაც შეეხება ამ თემას, ჩვენ რო გავაგრძელოთ და ასე ვთქვათ, ნათელი გახდეს ჩვენი, ასე ვთქვათ, პოზიცია და წარმოდგენა, ვნახოთ, ასე ვთქვათ, ჩვენი კალენდრის მახასიათებლები. ჩვენ ვთქვით კალენდრებზე საუბარში, რომ ჩვენი კალენდარი ციკლურია, აქ 3 ციკლია ძირითადად, მზის ციკლი 28 წლიანი, როცა ყოველ 28 წელს ერთმანეთს ემთხვევა თვერიწყი და კვირის დღე, მომდევნო მთვარის ციკლია 19 წლიანი, როცა ყოველ 19 წელს ერთმანეთს ემთხვევა თვერიწყი და მთვარის ფაზა და მათი ნამრავლი 28 გამრავლებული 19 არის 532 წელი, ეს არის დიდი ინდიქტიონი, მშვენება ჩვენი კალენდრისა, როცა ყოველ 532 წელს ერთმანეთს ემთხვევა თვეც, რიცხვიც, კვირის დღეც, მთვარის ფაზაც და აღდგომაც. ანუ აღდგომა გახდა ამ შემთხვევაში განმეორებადი და ციკლური. ეს არის ჩვენი კალენდრის ყველაზე დიდი, ასე ვთქვათ, მახასიათებელი. ეხლა ამ თვალსაზრისით ჩვენ რომ დავიწყოთ ეხლა და გადავხედოთ, ესე იგი, მომდევნო ცხრილი რომ ვნახოთ, შეიძლება ჩვენ გადავიდეთ შემდეგ ცხრილზე, რაცა თვალნათლივ დავინახოთ, ესე იგი რა მდგომარეობაა ჩვენს, ესე იგი რეალურად ჩვენს შემთხვევაში. ესე იგი, თუ ჩვენ ვამბობთ, რომ მთვარის მოქცევა სისტემურია, ხედავთ ახლა ეკრანზე, რომ 19 წლიანი მოქცევაა მთვარისა და თითოეულ წელიწადში 12-ვე თვეში როდის იბადება, როდის იცვლება მთვარე. რასაკვირველია, აქ მონაცემები ძველი სტილით არის, იულიუსის კალენდრის მიხედვითაა წარმოდგენილი, როგორც ჩვენი საეკლესიო კალენდრები მუდმივად ბეჭდავდნენ ამ ცხრილს და სულ იყო ინფორმაცია, რომ ეს ცხრილი აღებულია ვახტანგ მე-6-ის მიერ დაბეჭდილი მე-18 საუკუნის დასაწყისში დაბეჭდილი ჟამნიდან და ის მონაცემებია, ესე ვთქვათ, განმეორებული. ეხლა თუ მივაქცევთ ჩვენ ყურადღებას, ესე იგი რაზე ვამახვილებთ ყურადღებას, რომ 1928 წლის კალენდრის მიხედვით და შემდეგ რომ დანარჩენი კალენდრები, რომელიც ჩვენ ვნახეთ წეღან, მთვარის მოქცევები დათვლილი იყო. მე-7 და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, თუ გავყვებით იმ სტილს, 2024 წელი დღეს ბოლო დღეა, 2024 წლის ახალი სტილით, მაგრამ ძველი სტილით ჯერ კიდე 13 დღე გაგრძელდება ეს წელიწადი. ნახეთ, ჩვენი წლევანდელი, ესე იგი, წელი გამოდის მერვე მოქცევის წელი, მაგრამ ეს იყო 1928 წლიდან, რაც ვნახეთ ჩვენ 1974 წლის ჩათვლით ბიზანტიური მოქცევის მიხედვით. და შემდეგ ლოგიკურად ჩვენმა კალენდარმა გააგრძელა, ასე ვთქვათ, ეს მთვარე ხო ნახტომს არ გააკეთებდა და ამიტომ ლოგიკურად რომ გავყვეთ ჩვენ წლევანდელი წლის ჩათვლით მერვე მოქცევა. მაგრამ სინამდვილეში ჩვენ შეგვიძლია გადავამოწმოთ ეხლა ჩვენი დასაბამითნების მიხედვით, რაც მარჯვენა მხარეზეა წარმოდგენილი, ესე იგი, რა მონაცემები გვაქვს. ესე იგი, დიდი ინდიქტიონი, როგორც ჩვენი კალენდარი გვაუწყებს და ზოგადად მთელი მსოფლიო ასე ითვლის, რომ ჩვენ ვიმყოფებით ეხლა მე-15 ინდიქტიონში. ანუ ნიშნავს ეს იმას, რომ 14 ინდიქტიონი უკვე დასრულდა 532 წლიანი ციკლი. თუ გავამრავლებთ 532-ს 14-ზე, გამოდის, რომ ქვეყნის დასაბამიდან 7448 წელს დამთავრდა
მე-14 ინდიქტიონი და იმის შემდეგ დაიწყო მე-15 ინდიქტიონი და ამ შემთხვევაში დასაბამითნები რო დავაკლოთ ჩვენ ესე რომ ვთქვათ რაც წარმოდგენილი გვქონდა ბიზანტიური თუ ალექსანდრიული თუ დაუშვათ ქართული არა ქართულით რო ვილაპარაკოთ არა სიტყვაზე თუ დავაკლებთ ჩვენ 7448-ს 5604 წელს მივიღებთ რომ 1844 წელს დამთავრდა ჩვენთან მე-14 ინდიქტიონი და 1844 წლიდან იწყება მე-15 ინდიქტიონი. შესაბამისად, ზედა მარჯვენა მხარეზე 2024 წელს წლევანდელ მიმდინარეს დაკლებული 1844, რო დავინახოთ მიმდინარე წელი, ანუ 2024 წელი, მე რამდენი არის მე-15 ინდიქტიონში. ეს გამოვიდა 180. თუ 180 წელია ახალ ინდიქტიონში მე-15-ში ჩვენი 2024 წელი, მაშინ ვნახოთ მთვარის მოქცევაში იგი მე რამდენი უნდა იყოს. ვნახავთ 180 ყოფთ 19-ზე 9 ჯერ სრულად დასრულდა ესე იგი ვთქვა 19 წლიანი ციკლი 171-ია 9 ჯერ 19-ის სხვაობა ნაშთი არის 9. ანუ ქართული დასაბამითნის მიხედვით თურმე ჩვენი 2024 წელი არის მე-9 მოქცევის წელი ამ 19 წლიან ციკლში. შესაბამისად, ჩვენ რომ ვნახოთ ეხლა ეკრანზე წარმოდგენილი 180 თუა ჩვენი ქართული დასაბამითით მიმდინარე წელი მე-15 ინდიქტიონში, მაგრამ 96-ით გვაქვს სხვაობა და 104-ით, ასე ვთქვათ, ბერძნულ და ბიზანტიურ და ალექსანდრიულთან არა, შესაბამისად დავაკლებთ 96-ს და 104-ს და ხედავთ, რომ იერუსალიმურით, ესე ვთქვათ, უпроსორად ალექსანდრიული არის ქვემოთ წარმოდგენილი და ბიზანტიური შუაში, ბიზანტიურით არის მერვე, ესე იგი მოქცევა და ალექსანდრიულით 104-ით ასხვაობა ჩვენთან შედარებით მე-19, ანუ 0-ია ნაშთი, ნიშნავს რომ მე-19 მოქცევა ალექსანდრიულით. შესაბამისად, ჩვენ ვთქვით, რომ რაც ჩვენ საქართველოს ეკლესიის კალენდარს ჰქონდა 74 წლის ჩათვლით ბიზანტიური და იმითი 2024 არის მერვე მოქცევის წელი, აქ ჩვენმა დასაბამითმა მოგვცა მთვარის მოქცევა მე-9. ძალიან საინტერესოა, ახლა მივადექით ძალიან მნიშვნელოვან საკითხს. შეგვიძლია უკვე ცხრილის მიხედვით შევხედოთ რეალურად, ნახეთ მარცხენა ცხრილში, მარცხენა პირველ სვეტში რომაული ნუმერაციით ჩამოთვლილია მიმდინარე წლები, ხო, მთვარის მოქცევაში. პირველიდან მე-19-ს ჩათვლით. ხოლო ზედა მხარეს თვეებია 12-ვე თვე ჩამოთვლილი. მარჯვენა მხრიდან ბოლოდან მესამე არის დეკემბერი. ანუ ჩვენ ახლა ვართ დეკემბერში, ახალი სტილით დღეს 31 დეკემბერია, მაგრამ ძველი სტილით ხო დეკემბერი გრძელდება რა და შევხედოთ, ესე იგი თურმე რა მდგომარეობაა ამ წლების მიხედვით. თუ შევხედავთ ჩვენ მერვე მოქცევას, ანუ მერვეში და დეკემბრის კვეთაში ვღებულობთ, ესე რომ ვთქვათ, ინფორმაციას, რომ 19 დეკემბერს იცვლება მთვარე. თუ კი ესე რომ ვთქვათ, კარგად დაუკვირდებით, მერვესა და დეკემბრის კვეთაში 19 დეკემბერს ძველი სტილით იცვლება მთვარე. ეხლა რაც შეეხება ქართული დასაბამითნით მე-9 მოქცევაა, ხო? მის ქვემოთ მე-9 მოქცევას კვეთაში დეკემბერთან შევხედოთ, 8 დეკემბერს შეიცვალა მთვარე ძველი სტილით. და თლად ბოლოს მე-19 რომ ვნახოთ ალექსანდრიულით, ხო? ალექსანდრიულით 18-ში იცვლება მთვარე, 18 დეკემბერს. ეხლა რეალურად ახალ სტილში რო გადავიყვანოთ ესენი, მაგალითისათვის ქართული დასაბამითნით თუ 8-ში შეიცვალა მთვარე, 8 დეკემბერს რომ დავუმატოთ 13 დღე, გამოდის 21-ში შეიცვალა მთვარე. 21-ში შეცვლილა მთვარე და სინამდვილეში დღეს არის 31. მაშინ მთვარე უნდა იყოს 10 დღის. მაგრამ მეგობრებო, აი მარტივი ლოგიკა, მარტივი არითმეტიკა. ჩვენ ინტერნეტის ხანაში ვიმყოფებით, ჩვენი ტელეფონები ამინდის ინფორმაციასთან ერთად
გვიჩვენებენ ყოველდღიურად მზე როდის ამოდის, რომელ საათზე და რომელ წუთზე, რომელ საათზე და რომელ წუთზე ჩადის და მთვარე რა მდგომარეობაში როდის ამოდის, როდის ჩადის. ინტერნეტმა გვამცნო რეალურად, რომ გუშინ 30 დეკემბერს შეიცვალა მთვარე. დაიბადა მთვარე. გუშინ წინ იყო ძველი მთვარე და გუშინ გაჩნდა ჩანაწერი, რომ არის ახალი მთვარე. ანუ ფაქტის სახეზია, ქართული დასაბამით გვეუბნება, რომ 21-ში შეიცვალა მთვარე და ესე იგი დღეს უნდა იყოს 10 დღის მთვარე, მაგრამ სინამდვილეში გუშინ შეიცვალა მთვარე. ფაქტიურად ჩვენ რაღაც გვეშლება ქართველებს. ეხლა ამ შემთხვევაში რომ შევხედოთ ბიზანტიური ვნახოთ მერვე ჰორიზონტალისა დეკემბერის გადაკვეთა 19-ში შეიცვლება მთვარეო გვეუბნება. ეს 19 ძველი სტილით 19 ახალ სტილში რომ გადავიყვანოთ, არის 19-ს დაუმატებთ 13-ს, გამოდის 32 დეკემბერი 31-ითაა, ვაკლებთ 32-ს, 31-ს და გამოდის, რომ ჩვენი ამ ცხრილის მიხედვით ბიზანტიური კალენდარი ამბობს, რომ ხვალ შეიცვლება მთვარე 1 იანვარს. რაც შეეხება ამ თვალსაზრისით ჩვენ შეიძლება გავიხსენოთ მონაცემები, რომელიც კალენდრის თემაზე საუბრის დროს გვქონდა და მოგახსენებთ, რომ იულიუსის კალენდარი სიზუსტით ვერ დაიკვეხნის, სიზუსტით იულიუსის კალენდარს გაცილებით აღემატება კათოლიკური კალენდარი. ჩვენ დავთვალეთ ეს, თუ გახსოვთ, რომ 26 ჯერ უფრო მეტია მათემატიკური სიზუსტის მიხედვით კათოლიკური კალენდარი იულიუსის კალენდარზე და რაც შეეხება კათოლიკურს, ასევე 13.5 ჯერ აღემატება სიზუსტის მიხედვით ახალი იულიანური, ანუ ბერძნული კალენდარი. მაგრამ ჩვენ თქვით, რომ იულიუსის კალენდარს ცდომილება აქვს ორივე მიმართულებით, როდესაც მზის ირგვლივ ბრუნავს დედამიწა, ანუ 365 თუ 366 წელი ნაკიანში ჭირდება 1 წელიწადის, ესე რომ ვთქვათ, დროის ათვლაში და ამ 1 წელიწადში ის ვიცით, რომ ყოველ 128 წელიწადში კარგავს 1 დღეს. და აქედან გამომდინარე არის სტილთაშორისწყობა, ეხლა 13 დღე, ხომ? და თურმე რადგან დედამიწა რთული მოძრაობით მოძრაობს, მხოლოდ მზის ირგვლივ არ ბრუნავს, ის ასევე ბრუნავს თავისი ღერძის ირგვლივ და მას თავისთავად მთვარეც დაყვება თავისი ბუნებრივი თანამგზავრი და ამ ჩვენ ღერძის ირგვლივ რო ბრუნავს დედამიწა, ამ ბრუნვებში თან მთვარის თვეებსაც ვითვლით და მთვარისთვის განზომილებაში ჩვენ გვქონდა ამაზე საუბარი, ჩვენს წიგნშიც ეს მშვენივრად არის დაწვრილებით გადმოცემული, რომ ყოველ 306 წელს, ყოველ 306 წელიწადში მთვარის ფაზების ათვლაში ჩვენი კალენდარი უშვებს 1 დღის ცდომილებას, 1 დღით წინ მიდის და შესაბამისად უკვე 2024 წლისათვის მთვარის ფაზებში თუ წელიწადის ათვლაში, ანუ დღის მიხედვით, ასე რომ ვთქვათ, 13 დღიანი სხვაობა არის, მთვარის ფაზებში ჩვენ 3 დღიანი ცდომილება აქვს უკვე ჩვენს კალენდარს. ამ კუთხით უნდა ვთქვათ, რომ ეს ყველაფერი გაასწორა კათოლიკურმა კალენდარმა, გრიგორიანულმა და სამაგეროთ შედეგად მიიღო ის, რომ ეს სხვა თემაა, ჩვენ ამაზე ქონდა უკვე საუბარი, რომ სამაგეროთ პასექს ქრონოლოგიას არღვევს, პასექს ემთხვევა, დიეშულის კანონს არღვევს, ან პასექზე ებრაელთა პასექზე ეგვიპტის მონობიდან გამოსვლის დღესასწაულზე ადრე აქვს ხშირად, ასე რომ ვთქვათ, თავისი აღდგომის დღესასწაული. რაც შეეხება ბერძნებს, რომ ანალოგიური შეცდომა არ დაეშვათ, ამიტომ მათ ყველა უძრავი თარიღი გადაიყვანეს ახალ სტილში, დაზუსტებულ სტილში, გაცილებით უფრო ზუსტი ამათი კალენდარი ვიდრე კათოლიკური, მაგრამ სამაგეროთ აღდგომა და ყველა დღესასწაული დატოვეს ძველ სტილში, იულიუსის კალენდარში და იულიუსისგან არ განსხვავდებიან ბერძნები. შესაბამისად, გამოვიდა, რომ თუ ჩვენ გავითვალისწინებთ, რომ 3 დღიანი ცდომილება აქვს ჩვენს კალენდარს, ბერძნებსაც თავისთავად ცხადია მთვარის ათვლის მიხედვით და გუშინ შეიცვალა რეალურად, ინტერნეტი გვამცნობს, რომ გუშინ შეიცვალა მთვარე და სხვათა შორის ჩვენ აქ მეორე ვარიანტიც გვაქვს მთვარის ფაზებისა, სადაც საათებითაა მითითებული, დაფიქსირებული, რომელ საათზე ღამის თუ დღის რომელ საათზე იცვლება მთვარე და რომელზე ივსება, დაბადებაც და გავსებაც, ხო? ამის მიხედვით შეგვიძლია ვნახოთ, რომ მერვე მოქცევის მიხედვით, თუ ჩვენ ბიზანტიურს ავიღებთ ორიენტირად,
17-ში ესე იგი გუშინ შეიცვალა მთვარე ღამის საათებში, ანუ გუშინდელი დღე რო დადგა და ვიდრე გათენდებოდა ღამის შეიცვალა. ანუ რო დავთვალოთ, მაშინ გუშინდელი დღე 31-ია, დღევანდელი მეორეა და ხვალ მესამე. ანუ რეალურად გამოდის, რომ ამ შემთხვევაში აბსოლუტურად ზუსტია აი ეს მონაცემი, რაც ჩვენ გქონდა მერვე მოქცევის მიხედვით, რომ 19-ში იცვლება. 3 დღით დაგვიანებით ამბობს ჩვენი კალენდარი, რასაკვირველია, რადგან აქ 3 დღის ცნობილება. მაგრამ ამ შემთხვევაში ყველაზე ზუსტი ეს მონაცემია და შესაბამისად ქართული აბსოლუტურად არასწორია, რომელიც ამბობს, რომ 10 დღისაა მთვარე. რაც უნდა ვამტკიცოთ ჩვენ ქართველებმა, რომ სწორი ვართ ჩვენ, რომ ავიხედოთ ცეცაში ფაქტის სახეზია. არ არის 10 დღის მთვარე. მთვარე ჯერ კიდე არ ჩანს. ფაქტიურად ხვალ გამოჩნდება, ასე ვთქვათ, ხვალ შეიძლება დღეს საღამოსაც გამოჩნდეს უკვე თუ კი მოწმენდილი ამინდი იქნება მთვარე და ეს იქნება თლად წვრილი ნამგალა მთვარე. მარჯვენა მხარე გამოჩნდება ჩამოვალი მზის ფონზე, ჩამოვალი მზე რო ჩამოვა, მის შემდეგ დავინახავ ჩვენ ამ მთვარეს დასავლეთის ცაზე, რასაკვირველია საღამოს, ხო? ძალიან ნამგალა მთვარე, 10 დღის მთვარე ლამის სავსეა. მარჯვენა ნახევარი გავსებულია და მარცხენა ნახევარსფერო თითქმის განახევრებული, იმიტომ რომ 14 დღეზე სრული დისკოა. ფაქტიურად აშკარა არის, რომ ჩვენ ქართველებს ფაქტიურად შეგვეშალა და დასაბამითნი ალბათ 1975-ში, როდესაც გადაიყვანა საქართველოს ეკლესიამ კალენდრის მიხედვით ქართულ დასაბამითზე, ნახეთ ჩვენ იმდროინდელი ეპისკოპოს გაიოს კერატიშვილის სტატია და წერილი 75 წლის კალენდარში, 76 წლის კალენდარში შეგიძლიათ თავისთავად ნახოთ ეს ყველაფერი და ნახავთ, რომ ეს როგორც გავს თლად გამართლებული არისო. ალბათ თავის დროზე იონე ზოსიმეც რო გამოთქვამს ვარაუდს, რომ ამ კუთხით ესე ქართველებს რაღაც გვეშლებაო, შემდეგ გაიმეორა იგი ტბელი ამუსერიძემ და ამის შესახებ ინფორმაციებს გვაძლევენ დიდი მეცნიერები, აკადემიკოსი პავლე ინგოროყვა, ჩვენ ნახეთ ეს მისი მესამე ტომი, შეგიძლიათ ყველას ნახოთ და იქ აშკარად იმოწმებს იონე ზოსიმეს და იმეორებს, თუმცა თვითონ თავის მხრივ დასკვნას ვერ აკეთებს პავლე ინგოროყვა, ხო? პავლე ინგოროყვა ახლა სხვა მიმართულების მეცნიერი იყო და შეიძლება ამ ნიუანსებს ის ვერ განიხილავდა და არ განიხილავდა. და ანალოგიურად ჩვენი დიდი მეცნიერი აკადემიკოსი კორნელი კეკელიძე, რომელიც დეკანოზი იყო, როგორც ვიცით, კიევის სასულიერო აკადემია დაამთავრა, ისიც ორივე ინფორმაციას იმოწმებს იონე ზოსიმესაც და ტბელ ამუსერიძესაც, თუმცა თავის მხრივ ის ეძებს ამ მიმართულებით ინფორმაციას და ჩვენ შეგვიძლია მოგაწოდოთ მისი ვარაუდი, თუმცა დაბეჯითებით ის ვერ ამტკიცებს ამას. 1940 წელს დაბეჭდილი აქვს მას მეცნიერებათა აკადემიის ნიკომარის სახელობის ენის ისტორიის და მატერიალური კულტურის ინსტიტუტის მოამბეში დაბეჭდილი აქვს წერილი ქართული ერა და ეორტოლოგიური წელიწადი, სადაც ის გამოთქვამს ვარაუდს, რომ ქართველების ამ დასაბამითნის ასე ვთქვათ, ჩამოყალიბების პროცესში თითქოს ჩვენ ქართველებს გვაქვს ორიენტირად აღებული სომხური ინფორმაცია მე-4 საუკუნის შუა წლებში, 350-იან წლებში და ფაქტიურად გამოთქვამს იმ მოსაზრებას, რომ სომხებისგან შემოვიდა ეს ინფორმაცია და როგორც გავს იმ პერიოდში ქართველებმა მიიღეს სწორად და ზუსტად მიიჩნიეს ეს დასაბამითნი და თითქოს აქედან მკვიდრდება ნელ-ნელა ჩვენი 104 წლიანი განსხვავება თუ 96 წლიანი განსხვავება 104 წლიანი ალექსანდრიული დროის ათვლის სისტემასთან და 96 წლიანი კიდე ბერძნულთან, ბიზანტიურთან. მაგრამ თავის მხრივ ანალიზს უფრო ღრმად ის რომ კონკრეტიკაზე მივიდეს და დასკვნა გააკეთოს კორნელი კეკელიძეც ვერ იძლევა. ჩვენ შემთხვევაში ახლა ამ შემთხვევაში კალენდრების დაწვრილებითი ანალიზის ფონზე და თუნდაც ამ მთვარის მოქცევების ანალიზით და მზის მოქცევის თუ აღდგომის ციკლის და დიდი ინდიქტიონის მიხედვით ფაქტიურად ვფიქრობთ დღეს რაც წარმოვადგინეთ ამ სურათის მიხედვით და ყველაფერს თავი გავანებოთ არითმეტიკა, მარტივი არითმეტიკა შეგვიძლია ჩვენ ფურცელზე ვაწარმოოთ, მაგრამ
ხანდახან ზეცაში რო ავიხედოთ, ფაქტის სახეზია მთვარე გვამხელს, რომ არ არის ჩვენი დასაბამითნი მართალი და ნამდვილად სწორია ბიზანტიური დასაბამითნი და ვფიქრობთ ალბათ თუ ჩვენ 1975 წელს შევცვალეთ ქართული ეკლესიის, საქართველოს ეკლესიის კალენდარში ეს მონაცემი და ქართული დასაბამითზე გადავიყვანეთ, ვფიქრობთ ალბათ ოდესღაც უნდა დაუკვირდეთ ამ საკითხს და დავაბრუნოთ ისევ ბიზანტიურზე. ვფიქრობ ეს უფრო სწორი იქნება. ამ შემთხვევაში ჩვენი მონაცემები და ასტრონომიული მონაცემები ერთმანეთს დაემთხვევა. განსხვავება იქნება მხოლოდ ის სამდღიანი ინტერვალში, რაც უბრალოდ კალენდრის ცდომილება. ჩვენ ხო ანალოგიურად ასე ვითვლით აღდგომის დღესასწაულს. აღდგომის დღესასწაულს ვითვლით ისე, რომ 13-დღიანი განსხვავება არსებობს ძველსა და ახალ წელს შორის, ჩვენთვის ამას მნიშვნელობა არ აქვს და 3-დღიანი განსხვავება არსებობს თვარის ფაზებში. რადგან კალენდარს არ ვცვლით და კალენდარი გვაქვს და არ შეიცვლება, მადლობა ღმერთს, ჩვენ გქონდა ამაზე საუბარი, რომ იყო ამის მცდელობა და ჩვენი ბრძენი პატრიარქის მისი უწმინდესობის აქტიური ჩარევის შედეგად საქართველოს ეკლესიაში ამ 25 წელზე წინ ვიდრე მე-20 საუკუნე დამთავრდებოდა დიდი პოლემიკა იყო ამასთან დაკავშირებით და მისმა უწმინდესობამ საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა ილია მეორემ რამდენჯერმე მიუწვლა ამას თავისი ასე ვთქვათ წერილები და დაადასტურა რომ ეს განხილვას არ ექვემდებარება იულიუსის კალენდარი აღმატებულია ყველანაირი თვალსაზრისით არასიზუსტით, მაგრამ აი კოსმიური თვალსაზრისით აღდგომასთან დაკავშირებით აღმატებულია ყველა დანარჩენ კალენდარზე და აქედან გამომდინარე თუ ჩვენ მიღებული გვაქვს ეს იულიუსის კალენდარი და არ ვცვლით, მაშინ 13-დღიან სხვაობასაც ვღებულობთ, ისე რომ ნორმაა ეგა და 3-დღიან სხვაობასაც ვღებულობთ თვარის ფაზაში. 3-დღიან სხვაობას თუ ვღებულობთ, ჩვენი ცხრილი გვეუბნება რომ ხვალ იცვლება 3 დღის დაგვიანებით, 3 დღის წინ, ანუ ხვალინდელთან შედარებით სინამდვილეში გვიშინ შეიცვალა. თორე ამას აღდგომის გამოთვლასთან არაფერი პრობლემა არ აქვს. ჩვენ ამას ვღებულობთ ასე. ამ შემთხვევაში ალბათ სასურველია, რომ საქართველოს ეკლესიის კალენდარშიც ოდესღაც შეიცვალოს ეს თარიღი პერსპექტივაში გულისხმობ და ჩვენ უნდა ავთვალოთ დროის ათვლის სისტემაში არა 5604 წელი ქრისტემდე, არამედ 5508 წელი ქრისტემდე და შემდეგ მივუმატებთ მას 2024 თუ უკვე ხვალინდან 2025 და ასე შემდეგ წლებს და ასე დავითვლით ქვეყნის დასაბამიდან მიმდინარე წლის და შესაბამისად უკვე თითოეული წლის მიხედვით თუ გავყავთ მას 19-ზე აბსოლუტურად ზუსტად მივალთ იმ რეალურ წლევანდელ წელს მერვე მოქცევა იყო თვარისა, მომდევნო წელს უკვე მე-9-ზე გადავალთ და წაყვება ცხრილი და სინამდვილეში თვარის ჭეშმარიტი ცვალებადობა დაემთხვევა ერთმანეთს. ძალიან საინტერესოა ეს ინფორმაცია, თუმცა ახლა კაცმა რო თქვას, ეს ერთისმრივ ჩვენთვის ესეა, თუმცა თუ ჩვენი ეკლესია ამას დაადასტურებს და მიიღებს, სინამდვილეში მისაღებია, იმიტომ რომ მარტივი მტკიცებულება ამ შემთხვევაში ჩვენ ისტორიკოსებს შეიძლება ეს იმდენად არ მოეწონოთ, ისტორიულად თუ რამე თარიღი დასაბამითნით არის ქართული ქრონიკონით არის ათვლილი ქართლის ცხოვრებაში, მატიანეებში, ის თარიღები ყველაფერი გადასახედი იქნება. ანუ ის თარიღები შესაძლებელი იქნება რეალურად, თუ ჩვენ 96-ს უნდა დავაკლოთ, ასე ვთქვათ, 96-ით ადრე გვაქვს ჩვენ, ესე იგი, დათვლილი ქვეყნის დასაბამიდან ეს წლები და სინამდვილეში განსხვავებული იქნება რეალურად არ დაემთხვევა ის თარიღები კორექტივას ითხოვს აუცილებლად. თუმცა ეს ახლა ჩვენი სფერო არ არის, ჩვენ უბრალოდ ლიტურგიკული კუთხით რაც ეხება ჩვენს მიმართულებას, ღვთისმსახურების ანალიზს, კალენდარს, კალენდრის საფუძველზე ვთვლით ჩვენ აღდგომის დღესასწაულს, სავსებით სწორია, აღდგომის დღესასწაული 18-ის და 19-ის ნამრავლით 532-ში მოძრაობს, იქ ყველაფერი ლოგიკურია, ერთადერთი თვარის ფაზებში არ აგვაქვს ჩვენ ქართველებს სწორი პოზიცია, ბერძნებს სწორი პოზიცია აქვთ და რაც სწორი აქვთ, მივიღოთ ის სწორი და ჩვენ შეგვეშალა ქართველებს რაღაც. გავასწოროთ ქართველებმა, ვფიქრობთ ეს მისაღებია. ცოტა შეიძლება ისეთი თემა მთლად იოლად ვერ
ჩაუპირდეთ და ერთი შეხედვით მთლად თანხმობა ვერ გამოვხატოთ, მაგრამ შეგვიძლია ასე ვთქვათ დამატებით ამ თემებზე კიდე გავაგრძელოთ სხვა დროს, თუ კი ამის საჭიროება იქნება საუბარი, მაგრამ ვფიქრობ, რომ დაკვირვება ნამდვილად გმართებს ქართველებს. მადლობას მოგახსენებთ ყურადღებისათვის და გემშვიდობებით დღევანდელი საუბარი ამით დავასრულოთ. კარგად ბრძანდებოდეთ.